დათქმურები კი არ არიან, სისტემურ პრობლემას გულისხმობ და ასევე თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ უნდა ესაუბროთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, თუმცა არ არის მასალა შემდეგ რა უპასუხა მას უშიშროების საბჭოს მდივანმა ან რა უძღო და აი ამ განცხადებას წინ. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ შეუთანხმებლობაზე კონსტიტუციაში და ჩვენ დებატებით შემოვდივართ პირდაპირ ეთერში. ჩვენი სტუმრები არიან დიმიტრი ხუნდაძე მართველი გუნდიდან და ირაკლი აბესაძე ევროპული საქართველოდან. ბატონ დიმიტრი, პირველი შეკითხვა თქვენ უნდა დაგისვათ, თქვენ დღეს ესწრებოდით, კადრებში ჩანდა, ხომ ესწრებოდით ამ სხდომას, რომლის ფრაგმენტი ვაჩვენეთ ახლა ეთერში. პირველ რიგში მოგესალმებით, მინდა დღევანდელი დღე ლომისობის ბრწყინვალე დღესასწაული მოგილოცოთ და გისურვოთ მშვიდობა. მე ასე ვთქვათ კადრებში ჩანდა ჩემი სახე, მაგრამ მე ბოლომდე ვერ დავესწარი და ეს კონფლიქტური სიტუაციები არ მინახავს, რამე თუ 11-საც დაიწყო ეს ხდომა და 12-ზე პარალელურად ჯანდაცვის კომიტეტის თომა იმართებოდა და მე გადავადგილდი და ანუ მე არ დავსწრები ვარ ამ კონფლიქტში, მეც ახლა თქვენგან გავიგე ეს ინფორმაცია. გასაგებია, ხო, მაგრამ ზოგადი კონტექსტი ხომ იცით შეუთანხმებლობა, რომელიც ეხება სწორედ უშიშროების საბჭოს და მის ფუნქციებს, ვინაიდან აი ეს ფრაგმენტი იყო ახლა ეთერში ნაჩვენები. მოდით ამ თემაზე საუბრით დავიწყოთ, რამდენად გასათვალისწინებელია უნდა იყოს უშიშროების საბჭოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენიშვნები ამ თემაზე. თქვენც ფიქრობთ ირაკლი კობახიძესავით, რომ ეს უმაქნისი ორგანოა? ზოგადად მე მინდა გამოთქვა ჩემი გულწრფელი სურვილი, რომ ჩვენ საკუთარი აზრის დაფიქსირების დროს, ოპონირების დროს არ ვთქვათ ვიხმაროთ სიზულულის ენა, შეურაცხყოფელი მიმართვები და ეს არ იყოს საშუალება იმისა, რომ ვთქვათ საკუთარი აზრი დავამკვიდროთ ან კიდევ ვთქვათ ჩვენი აზრი გავამყაროთ იმით, რომ ვართ მართალი, რაც მეც ვიყვირებთ, ან თქვათ, რაც მეც შეურაცხყოფელ სიტყვას გამოვიყენებთ. მე მგონი ოპონირება ჯობია ჯანსაღი იყოს, არგუმენტირებული. ანუ თქვენს არ მოგეწონათ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები? არა, მე ახლა ვხედავდი და დამჩა შტაბ-ბიჭებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიაყენეს შეურაცხყოფა, იმიტომ რომ მისი თქვათ ადეკვატური პასუხი იყო ჩემთვის უცნობ განვითარებულ ასე ვთქვათ სცენარზე და სწორედ ეს მინდა ვთქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს და არც ერთ დეპუტატს და საერთოდ ადამიანს არ უნდა საკუთარ თავს არ უნდა მიცეთ უფლება, რომ მივაყენოთ შეურაცხყოფა, ისე რომ კონსტრუქციული უნდა ვიყო და მით უმეტეს პარლამენტში ეს არის საკანონმდებლო ორგანო და მინიმუმ საზოგადოებაც უყურებს, თქვათ ეს არ არის დახურული ფორმატი და მე ვფიქრობ, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა იყოს დამსწრე საზოგადოების მხრიდანაც და სწორედ იმას გულისხმობ პარლამენტის თავმჯდომარეს არ უნდა მიაყენონ არ მხოლოდ მას არავის შეურაცხყოფა. კარგით, ბატონ ირაკლი აბესაძეს მოусმინოთ, იმედი მაქვს ის უფრო დიდხანს იჯდა ამ სხდომაზე, ვიდრე თქვენ ბატონ დიმიტრი. ბატონ ირაკლი, თქვენ რა გაიგეთ დღევანდელი კამათიდან, რომელიც ინსტიტუციურ კამათსაც გავდა, ერთ მხარეს უშიშროების საბჭოს მდივანი, მეორე მხარეს პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენ ის ფრაგმენტი ვნახეთ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ასწავლიდა მას თუ როგორ უნდა ესაუბროს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს. ხო, დიანა, არაფერი მივესალმებით ტელემაყურებელს, მოგესალმებით თქვენ, არაფერი განსაკუთრებული დეტალებში იმ შეკამათების, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივანსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მოხდა, თუმცა თქვენ სწორად აღნიშნეთ, აქ კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა მართველი საპარლამენტო გუნდის ქართული ოცნების დამოკიდებულება საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი, კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა პრეზიდენტის მიმართ განსახორციელებელი საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი мотиваცია, რაც გუშინდა წინა ასე ვთქვათ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ღიად განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ეს საკითხი უკავშირდება პირველ რიგში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხს, რომელიც 2023-ში თუ 2018 წელს, როდის ჩამოერთმევა ამომრჩეველ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება, დამოკიდებული გახდა იმ დილით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ან პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსზე, რომელიც ერთ დღეს ბატონ კობახიძეს და ქართულ ოცნებას მოეწონება და 2023 წელს პირდებიან მოსახლეობას, რომ პირდაპირ წესით, ირიბი წესით აირჩევენ პრეზიდენტს და მანამდე პირდაპირ წესით არჩევის უფლებას დატოვებენ. მეორე დღეს არ მოეწონება და გუშინ არ მოეწონათ პრეზიდენტის განცხადებები და ღიად განაცხადეს, რომ მზად არიან უკვე და დაფიქრდნენ, რომ 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირ წესით არჩევა იქნებოდა შეცდომა. იგივე საკითხი იგივე ეხება პრეზიდენტის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციების შემცირებასაც. თავად პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ვერ უარყო, რომ მათი ერთადერთი ასე ვთქვათ არგუმენტი არის, რომ გვაქვს საპარლამენტო
საპარლამენტო მოდელი და პრეზიდენტის უფლებამოსილებები უნდა იყოს მინიმალიზებული, თუმცა ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ უარყო, რომ საპარლამენტო მოდელებშიც არსებობს ქვეყნის თავდაცვის ეროვნული საბჭოები, უშედ როგორცაც ჩვენსაც ეროვნული უშიშროების საბჭო ქვია, ანუ პლატფორმა, სადაც შესაძლებელია მუდმივად იყოს მსჯელობა ქვეყნის უშიშროებისა და თავდაცვის ორგანიზებაზე და ამის ერთ წინადადებას ვიტყვი და დავასრულებ, რა ქვია, თუ შეიძლება. და არანაირი ახსნა რატო ვტოვებთ უმაღლეს თავარსა და მხოლოდ სიმბოლურ პირად, რომელსაც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის თავნებობის გამორიცხვის მაკონტროლების ფუნქცია ექნებაო, მაშინ როდესაც ყველა გადაწყვეტილება საომარ საკითხებთან და სამხედრო ძალების გამოყენებას და მიმართებაში პარლამენტის ჩარევით მიიღება. ეს ყველაფერი ილუსტრაციას უკეთებს, რომ დღეს მიღებული ყველა გადაწყვეტილება დაწყებული პრეზიდენტის ფუნქციების შემცირებით, დამთავრებული ამომრჩევლისთვის პრეზიდენტის პირდაპირ წესით არჩევის ჩამორთმევით და არის განპირობებული პიროვნული უთანხმოებით პრეზიდენტთან, ამიტომაც არის რომ ეს ყველაფერი კითხოთ ბატონ დიმიტრის და მათი აზრი ავსახოთ კონსტიტუციაში მართველი გუნდი იმის ორივე მოდელი სოფლიოში არსებობს. ბატონ დიმიტრი, ჩანაწერებს კონსტიტუციაში მართველი გუნდი იმის მიხედვით აკეთებს, თუ რა თქვა იმ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ან როგორ ხასიათზე გაიღვიძა მართლმა გუნდმა, როგორი დამოკიდებულებით პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციისადმი. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს ნამდვილად ასე არის, სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები 2010 წელს სწორედ გუნდმა, რომლის წარმომადგენელიც დღეს ჩემი ოპონენტია, მათ ეთყობა იმ ხასიათზე გაიღვიძეს, რომ შეესუსტებინა და სწორედ მას შეასუსტეს. დღეს პრეზიდენტის სტატუსი გამოიხატება საბინიშნით, ეს არის სახელმწიფო მეთაური, ის არის უმაღლესი მთავარსარდალი და ის არეგულირებს და წარმოადგენს საქართველოს მთავრობას, უпроსტად საქართველოს ხელისუფლებას საგარეო ურთიერთობებში. და დღეს ეს ფუნქციები არის მთავრობის ხელში, ანუ მთავრობა მართავს ქვეყანას, მას ექვემდებარება თავდაცვის ძალები და წარმართავს საგარეო პოლიტიკას. და უშიშროების საბჭო, რომ შეიცვალა ეროვნული თავდაცვის საბჭოთი, ეს სხვათაშორის არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია საერთაშორისო ექსპერტებისას. ვფიქრობ, რომ ამ დასკვნებში თუ ჩაიხედავენ, ეს ძალიან კარგი იქნება სასარგებლო მსჯელობისთვისაც და უშიშროების საბჭო მე გასწრით ძალიან გთხოვ დამასრულებელი არ შეგიშლით ხელს, თქვენ რაც არ უნდა თქვათ, არ შეგიშლით დაასრულოთ, მე გავაკეთებ ჩემ კომენტარს. უშიშროების საბჭო ეს ვერ იქნება რაღაც მრჩეველთა ორგანო პრეზიდენტისა, რომელიც არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მართველი და ის რა თქმა უნდა ვერ წარმართავს სწორად იმ ვთქვათ იმ რანგში, რაც აქვს მოაზრებული ჩვენს ოპონენტს და მის გუნდს, რომ ვთქვათ ეს ყველა ვერტიკალი უნდა იყოს პრეზიდენტის ხელში. ისე რომ არჩევითობას რაც შეეხება, ახლა მინდა რომ დრო ძალიან ესე გამოვიყენოთ სასარგებლოდ. არჩევითობას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ პირდაპირი წესით არჩევა გარკვეულწილად ქმნის უხერხულობასა და ჩემთვის გაუგებარია, იმიტომ რომ დისბალანსი ჩნდება უფლებამოსილებასა და ლეგიტიმაციას შორის. აი უბრალოდ მე დავსვავ კითხვას და ძალიან მაინტერესებს რა პასუხი იქნება. როგორ უნდა აწარმოოს თქვათ პირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტობის აბა თუ იმ კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა, იმიტომ რომ ის არ არის ასე ვთქვათ აღმასრულებელი ხელისუფლების მთავარი ფიგურა და ის ამ დაპირებს ელემენტად ვერ შეასრულებს. ან რაც შეპირდება, ან რაც შეასრულებს, იმიტომ რომ მისი უფლება მოვალეობები და ფუნქციები მკაცრად არის გაწერილი კონსტიტუციაში და აი ეს ამიტომ ბატონ დიმიტრი 2019 წლიდანვე გუნდი შეთანხმებულია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იცით რა, მე აქ ჩემი დამოკიდებულება სხვათა შორის რამოდენიმე დღის წინ განცხადებაში დავაფიქსირე. პოლიტიკა ეს გარკვეულწილად არის კომპრომისების ხელოვნება და ვფიქრობ სწორი იყო, როცა გუნდმა სხვადასხვა ვთქვათ პოლიტიკური სპეკულაციები რომ თავიდან აერიდებინა, გადაწყვიტა რომ ვთქვათ ეხლა მოახლოებული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებული იყო დღეს არსებული წესით, ანუ ხალხს აერჩია, ასე ვთქვათ, და შემდეგი არჩევნები ყოფილიყო იმ წესით, რასაც მართველი გუნდი დღეს თავაზობს, მაგრამ მე ვფიქრობ კომპრომისმა აზრი დაკარგა, ამიტომ რატომ დაკარგა ბატონ დიმიტრი? იმიტომ რომ სპეკულაციები მაინც მიმდინარეობს უფრო მაღალ ხარისხში და მე ვერ ხედავ თქვათ ანუ ვიღაცებისთვის კეთდებოდა ეს ჩანაწერი თუ რაღაც კომპრომისული ვარიანტის გამოყენების ას ვერ ხედავ და მე მაგალითად როგორც ერთი დეპუტატი ნამდვილად ვფიქრობ რომ ეს არ უნდა გადავადეს და 2018 წელს უნდა შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის. ბატონ ირაკლი, თქვენ რა სიტყვით? დაკარგა აზრი კომპრომისმა? და რატომ უნდა ყოფილიყო საერთოდ ასეთი კომპრომისი? თავად ბატონი დიმიტრის დიახ
ბატონი დიმიტრი საუბარი ადასტურებს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წმინდად პოლიტიკური საკითხი, რას სურს ქართულ ოცნებას და არანაირად არ უკავშირდება სახელმწიფო მოწყობის ფუნდამენტურ საკითხებს, თუნდაც სახელმწიფო მოწყობის პრინციპის შეცვლას და მმართველობის ფორმის შეცვლას საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას, რაც ისედაც უკვე გადასული ვართ და მიუხედავად ამისა 2013 წელს პირდაპირ წესით დავირჩიეთ მარგველაშვილი. აი როგორც უკვე ნახეთ, ითქვა, რომ ვერ ვაღწევთ კონსენსუსს ამ საკითხზე, პოლიტიკური კინკლაობა მაინც გრძელდება და მაშინ რა აზრი აქვს, რომ პრეზიდენტი ავირჩიოთ პირდაპირ წესით 2018 წელს. საუბარი როგორ უნდა აწარმოოს საარჩევნო კამპანია პირდაპირ წესით პრობლემას ხრის. საუბარი არის იმაზე, რომ პრობლემას არ ქმნის ეს, მაგრამ უბრალოდ ქართულმა ოცნებას დაკარგა ხალისი, ხალხს მიცეს უფლება პრეზიდენტი პირდაპირ წესით აირჩიოს და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მოდი ახლა საზოგადოებას ვკითხოთ ჩვენ. ქართული ოცნება არის საზოგადოების მცირე ნაწილი, გასაგებია რომ მათ ხალისი ადამიანებს აარჩევინონ პრეზიდენტი და მიცენ საშუალება ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური აირჩიონ თავად და თავად განსაზღვრონ ვინ იქნება ქვეყნის მეთაური, დაკარგეს ამის ხალისი, მაგრამ ახლა დანარჩენ საზოგადოებას ვკითხოთ, სურთ თუ არა მათ აი ამ მოწყობის სისტემაში პრეზიდენტს ირჩევდნენ პირდაპირ წესით. არგუმენტი რომ ის ვერ ჩაატარებს კამპანიას, რა თქმა უნდა ეს არ შეიძლება მიჩნეული იქნეს სერიოზულ არგუმენტად, იმიტომ რომ მარტივად რო თქვა მოსახლეობა ძალიან არ დაუყალოთ მაყურებელი, ბევრი ქვეყნის მოდელი არსებობს, სადაც საპარლამენტო რესპუბლიკაში თუნდაც ავსტრიის პირდაპირ წესით პრეზიდენტი აირჩევა და აი კამპანიის არ ჩატარების პრობლემაა და არც შინაარს უკონტროლებს ვინმე პრეზიდენტობის კანდიდატს როგორ ისაუბრებს თავის ხედავზე და მიცემ შესაძლებლობას რომ აარჩევინოს. ამიტომ ერთ შეკითხვას მეც დაუსვამდი ბატონ დიმიტრი. პრეზიდენტს 2014 წელს, როდესაც ძალიან მასშტაბური კამპანია ჩაატარა ბატონ დიმიტრი ქართულმა ოცნებამ. ისე პასუხგაუცემელია კითხვა, ვთქვათ, როგორ უნდა მე ვიკითხე, როგორ უნდა ჩაატაროს საარჩევნო კამპანია, პასუხგაუცემელია, მაგრამ ეხლა მე მინდა ვთქვათ, იმ განვითარებულ მსჯელობას მივყვე, როცა ჩემი ოპონენტი ამბობს, ბატონ დიმიტრი, როგორც მარგველაშვილმა ჩაატარა, ისე ჩაატარებს. რა არის ამაში პასუხგაუცემელი? რამე მოაწვა ივანიშვილმა 2013 წელს ამორჩეველს. არა, ეს იყო თქო კამპანია ასრულებთ მითხარით და მე მევიდრე. კარგი? რა ტიპის ეს არის მოსმენის კულტურა ძალიან გთხოვ. ვერობ ძანეთ რომ კითხვაზე არ არის პასუხი, პასუხობთ რომ თქვენ კითხვაზე პასუხი არის 2013 წელს ბატონი ივანიშვილის მოქმედება. თუ არ მოგეწონათ რაც 2013 წელს მან გააკეთა გასაგებია და მას შეუძლია იგივე გაიბეოროს 2018. კარგი, იქნებ მეორე კითხვაზე გამცეთ პასუხი, თქვენ ამბობთ. ასეთ ლოგიკას ამითარებ მსჯელობისა, რომ ხალხს ვკითხოთ, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ხალხს ვკითხოთ, მაგრამ და თქვენ გთავაზობთ პლებისციტის ჩატარებას. მაშინ კითხვაზე პასუხი, რატომ გთავაზობთ და ხალხს რატომ გთავაზობთ შერჩევით პლებისციტს, თუ ხალხს ვეკითხებით პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ თუ არა. რატომ არ ვეკითხებით მაჟორიტარული სისტემის გაუქმება სურთ თუ არა. რატომ არ ვეკითხებით პლებისციტით ქართული მიწების გასხვისება უცხოელებზე სურს თუ არა საქართველოს მოსახლეობას. ეს არის თქვენი შერჩევითობა მხოლოდ იქ სადაც თქვენ ხედავთ საკუთარ სარგებლობას. არა, ბატონო. იქნებ ამაზე მაინც კონკრეტული კითხვა დაგისვით. პასუხი ძალიან ოპოზიციას ნუ დაელოდებით, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც კონკრეტულ კითხვაზე მართლა სხვადასხვანაირად წყდება. არა გაქვთ პასუხი. არც ეს არ შეუძლია რომ პრობლემა შექმნას ჩვენი ქვეყნის განვითარების, არც პირდაპირ წესით არჩეულა პრეზიდენტმა და არც ირიბად ამას თქვენც ადასტურებთ. როდესაც 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირ წესით არჩევას დღემდე პასუხობთ ბატონო დიმიტრი. თქვენ თავად რატომ შერჩევითი და რატომ არა ყველაფერი განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენა არ პასუხობთ თქო ერთი წუთი დავამთავრე. თქვენ თავად აღიარებთ და ყველა ვთანხმდებით რომ ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენა პრეზიდენტი პირდაპირ წესით აირჩევა თუ ირიბი წესით არ შეიძლება კონდეს. ამიტომ კითხოთ მოსახლეობა რას გადაწყვეტს. მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება რაზედაც თქვენ საუბრობთ. მოხსა ჩვენ დღეს სისტემა რომელიც უსამართლობას ყველა ვაღიარებთ. როდესაც 47%-იანი პარტია პარლამენტში 76%-ს რა ქვია აკონტროლებს და მთელი ის პოლიტიკური κρიზისის თუ საზოგადოებრივი უკმაყოფილება თუ ეკონომიკის განვითარების შეფერხებები გამოწვეულია საბოლოო თქვენთვის არ მიკითხავს მაჟორიტარული სისტემა კარგია თუ ცუდი მე კითხეთ არ გამოხატავს თუ ხალხს ეკითხებს პრეზიდენტის არჩევითობას რატომ არ ეკითხებით მაშინ ამას ნიშნულობის საკითხები სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით და მეორე თუ კი რამეზე თვლით საჭიროდ რომ ჩატარდეს პლებისციტი კი ბატონო ჩაატარეთ ეს თქვენი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია და მიიღოს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩაატაროს აი ეს არის მე რატომ არ ითხოვთ მე ამას მოდით ახლა კარგი ბატონ დიმიტრი მე მინდა მომცეთ საშუალება იმიტომ არ ვითხოვთ რომ იმიტომ არ მინდა მაჟორიტარული
სისტემის დატოვება იძლევა შესაძლებლობას. მე მგონი დებატებში მომენტი ინტერესი ექნება საზოგადოება გაიგებს თუ რატო ვარ მე პოზიციაზე რასაც მე ვაჟღერებ. ბატონ დიმიტრი, შესაძლოა ის რომ მაჟორიტარული სისტემა უქმდება და პროპორციულზე გადადის ქვეყანა და ასეთი ცვლილებები იქნა შემოთავაზებული, შესაძლოა უკან დახევა იყოს საკონსტიტუციო პროექტში და მაგალითად კობახიძეს პოსტიდან წასვლაც კი მოუწიოს? ერთი წუთით ეხლა თქვენ მე ეჭვებარება რომ საზოგადოებას ის აინტერესებდეს თქვა შეთანხმება როდის იქნება მიღწეული, ან იქნება თუ არ იქნება, ვიდრე ის რომ საზოგადოება მოისმინოს არგუმენტები, თქვა რატომ არის დიმიტრი ხუნდაძე ამ პოზიციაზე, რომ თქვა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ის აწინააღმდეგება. მომეცით საშუალება არგუმენტებით ვისაუბროთ. და არა მხოლოდ სკანდალური გამოგვივიდეს, რომ ჩვენ ამ ვიჩხუბოთ ამ ხმამაღლად ვისაუბროთ. უწოდებს თქვენი პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ვერ გავიგე გამეორეთ? რატომ გინდათ იმ სისტემის შენარჩუნება, რომელსაც ავტორიტარულს უწოდებს თქვენი პარლამენტის თავმჯდომარე? ამ კითხვას ველოდები, რომ მომეცით საშუალება არგუმენტებით და საზოგადოებაც თქვა მოისმინოს ეს და იგივე ჩემმა ოპონენტებაც, რომელსაც მე ველოდები, რომ თუ კი თქვა ჩემი არგუმენტები არ იქნება მყარი და საწინააღმდეგო აზრი უფრო თქვათ არგუმენტირებული იქნება. მე რა თქმა უნდა დავფიქრდები კიდევაც, მაგრამ ჩემი არგუმენტაცია მოისმინეთ. მაგალითად ის რომ ეხლა ეს სისტემა თითქოს არის ავტოკრატული, ეს ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ რომ ეს არის ღია და პირდაპირი კონკურენციის საშუალება. მოდით საერთაშორისო პრაქტიკას გადავხედოთ, 90 ქვეყანაზე მეტში არის სწორედაც რომ მაჟორიტარული სისტემა. მაგალითად ამერიკაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, მე ვფიქრობ აქ ეხლა დემოკრატიის თვალსაზრისით კითხვის ნიშნები არ არსებობს. 30 ქვეყანაში არის შერეული სისტემა, ისევ მაგალითად ჩვენთან, როგორც არსებობს იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში მაგალითად ორპალატიან სისტემაში, ქვედა პალატაში არის დისბალანსი პროპორციულსა და მაჟორიტარულ შორის. მაჟორიტარულად 400-დან წარმოდგენილია 300 დეპუტატი და 100 პროპორციულით. 70 ქვეყანაში არსებობს პროპორციული სისტემა და ხშირად ის არასტაბილურობის საფუძველი ხდება ხოლმე, არც თუ ისე იშვიათად და ცენტრალური ხელისუფლების სიმყიფეს ხვდებით ხოლმე, არც თუ ისე იშვიათად. და მინდა გიგითხრათ რომ ყველაზე ხშირად სწორედ იმ ქვეყნებში შეინიშნება ქვეყნების გული სადაც არის პროპორციული სისტემა, სადაც დაბალი ეკონომიკური აქტივობები არის გამოირჩევა თქვათ ის პერიოდი. აი მაგალითად უფრო სტაბილურია ხოლმე პროპორციული სისტემა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში და შედარებით მყიფეა და თვალშისაცემია ხოლმე ეს არასტაბილურობა იმ ქვეყნებში, სადაც არის დაბალი ეკონომიკური აქტივობა. მე არ მინდა ქვეყნების დასახელება, იმიტომ რომ გარკვეულწილად ხარ შევიკავებ. ასე ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი. ეხლა შემდეგი არგუმენტი. ის რომ იგივე ევროპული გამოცდილებით პროპორციული სისტემის მქონე, ასე ვთქვათ, ქვეყნებში პარტიები ძირითადად იგებენ არჩევნებს 20 მაქსიმუმ 35%-იანი მაჩვენებლებით. ანუ პირველადზე გადის დაახლოებით 30%-იანი ვთქვათ მხარდაჭერით პარტია და მეორედ მოყვება ვთქვათ 25-27%-იანი. ეხლა წარმოგიდგენიათ რომ ჩვენთან ეხლა მსგავსი რამ იყოს დღეს არსებული როგორი დისბალანსია პოზიციას და ოპოზიციას შორის და ხშირად როგორი დაპირისპირების საფუძველი ხდება. ნუ აი ეს იქნება მე დამთავრებიეთ. ჩემი არგუმენტები ბევრია სხვათა შორის და მინდა რომ ეს თქვა. ეხლა წარმოიდგინეთ თუ აქ ასე ვთქვათ მთავრობის დაკომპლექტების პრობლემა იქნება და ასევე მინდა შემდეგი არგუმენტი მაგალითად ის რომ იმ ქვეყნებში რომელსაც ვთქვათ არ აქვს ხელისუფლება შესაბამისი პასუხისმგებლობა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ყალიბდება მაჟორიტარების გარეშე მე ვფიქრობ აი უპასუხისმგებლო ხელისუფლების შემთხვევაში ასეთი საკონსტიტუციო უმრავლესობები არის სწორედაც რომ საფრთხის შემცველი ასევე რატომ უნდა ავუგზავნოთ ვთქვათ კანდიდატს დამოუკიდებლობას რომელსაც აქვს გარკვეულწილად მხარდაჭერა საზოგადოებაში და ის თუ რომელიმე პარტიას არ მიეწება ის ვერ იყრის კენს და საკონსტიტუციო უმრავლესობის მაჟორიტარების გარეშე საეშრობას რომ მაგას გადის პასუხისმგებლობაზე თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ვთქვათ მაჟორიტარის მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე რომელმაც ის აირჩია უფრო მაღალი იქნება თუ იმ პარტიული ლიდერის ან პარტიული ორგანიზაციის წინაშე რომელმაც ის სიაში ჩაწერა. კარგით, ბატონ ირაკლის მინდა ვკითხო. ბატონ ირაკლი, თქვენ როგორ ფიქრობთ ეს განწყობები, ეს განცხადებები, გაფიქრებინებთ თუ არა რომ შესაძლოა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უკან წაიღოს მმართველმა გუნდმა და მაჟორიტარული სისტემა რაღაც ფორმით შეინარჩუნოს ახალ კონსტიტუციის მოდელში?
ჯერეთი ჩვენ გამოგჩა დიანა თავარი დეტალი რომ პროპორციული სისტემაც რომელსაც ქართული ოცნება გვთავაზობს არის ისეთივე უსამართლო და დისპროპორციული ამომრჩევლის ნებასთან შემდგომ საპარლამენტო მანდატების განაწილების დროს როგორც ჩვენთან მოქმედი დღეს მაჟორიტარული სისტემა ეგრეთ წოდებული გაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიის მიერ მიტაცების შესახებ ჩანაწერი რომელსაც კონსტიტუციაში აპირებენ რომ ჩაწერონ დიდი ალბათობით მაჟორიტარული სისტემის დატოვებაზე საუბრის დაწყება უკავშირდება იმას, რომ აი ამ მსგავსი უსამართლო ჩვენ თავის დროზე უწოდეთ მუსოლინის კანონი, მუსოლინის დროინდელი პრინციპებით პარლამენტის დაკომპლექტების ცდელობის, ასე ვთქვათ, გამართლება მათ არ გამოუვიდათ არც ქვეყნის შიგნით და ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, ყველა არასამთავრობო ხო არ შეიძლება რომ ყველა შეიძლება კორექტირდეს ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად. მე ვამბობ სისტემის გაუქმება არ გაუქმება. დაუპირისპირდათ დიახ. ეხლა რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, სადაც ბატონი დიმიტრი საუბრობდა და კიდევ ერთხელ ახსენა, აი მაგალითი მოიყვანა, რომ 30% ავიღეთ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, მეორე ადგილზე გასულმა 27%, როგორც წარმოგიდგენიათ, რომ მთავრობა შეიქმნასო. ერთის მხრივ გვეუბნებიან, რომ კონსტიტუციას წერენ 10 წრეულებზე გათვლის, მეორეს მხრივ ნათლად გვეუბნებიან მაგალითებს საკუთარ თავზე კონსტიტუციის მორგების. თუ ევროკავშირის ქვეყნებზე საუბრობ, ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დღეს კოალიციური მთავრობა. დიახ, ქართული ოცნება უნდა მიეჩვიოს ოპოზიციასთან საუბარს, უნდა მიეჩვიოს ოპოზიციის მოსმენას, უნდა მიეჩვიოს იმ პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსმენას, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს გამოხატავენ და თუ საჭირო იქნება და ამომრჩეველი გადაწყვეტს ასე არჩევნების შედეგად, დიახაც უნდა დაფიქრდნენ კოალიციური მთავრობის შექმნაზე და არა ხელოვნურად უმრავლესობის შექმნაზე, რომელიც შემდგომ ყოველგვარი პოლიტიკური კრიზისის წყაროა და კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით გაწყდება ჩვენი ქვეყანაში საკითხი, როდესაც მთავრობა არ გამოხატავს უმრავლესობის აზრს. გასაგებია ძალიან დიდი შეიძლება ერთი წინადადება მათქმევინეთ. დიახ. მე მინდა ასე ვთქვა, აი ვილობირებს სულთა პროპორციულ სისტემას. ლობირებს ის პოლიტიკური ჯგუფები და პიროვნებები, ვისაც ვერ წარმოუდგენია, რომ ისინი მიიღებენ და ღრმად არიან დარწმუნებულები, ხალხის პირდაპირ მხარდაჭერა, ისინი ვერასოდეს პარლამენტში ვერ მოხვდებიან და ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება ისევ ჩემი ქმედებით მინდა დავასაბუთო. თქვენ ალბათ გახსოვთ 2016 წლის არჩევნები, როცა მე გავაკეთე განცხადება პირდაპირ, როცა ჩემმა გუნდმა ჩამსვა გამსვლელ სიაში და მე გავაკეთე განცხადება წინააღმდეგი ვიყავი პროპორციული სიით გასვლაზე და დავაფიქსირე რომ მე პარლამენტში შევალ მხოლოდ ხალხის პირდაპირ მხარდაჭერით ისე რომ ჩემი ასეთი პოზიცია არავის დაკვეთა არ არის ეს არის ჩემი გულწრფელი პოზიცია. რამდენიმე ხმით მოიგეთ. დიდი მადლობა დიმიტრი ხუნდაძეს, ირაკლი აბესაძეს. რეკლამის შემდეგ ჩვენ ირანზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმრები იქნებიან ეკა აკობია, გიორგი სანიკიძე, ასე რომ დაელოდეთ ჩვენს გადაცემის გაგრძელებას.